როგორ დავამაგროთ ნერგები ბოძებზე. ახალი ჩარგული ნერგი, რომელიც არის დაახლოებით 3 მეტრი, აი ამ შემთხვევაში, მასზე ქარის ზემოქმედების გამო იწვევს ფესვების შერყევას და ფესვი ვერ ვითარდება მიწაში და წყდება. ამიტომ მასზე ვამაგრებთ ორ ბოძს აქეთ, იქეთ, მარჯვნივ და მარცხნივ. არა აქვს მნიშვნელობა, რომელი საით იქნება. ვახვევთ თოკს, თოკი უნდა იყოს დაახლოებით საწერ კალამის სიბს, ხო? ხეზე უნდა იყოს შემოკრული ნაჭერი, რომ არ მოხდეს მისი გახეხვა თოკისაგან. ალბათ დავაკვირდეთ ახლა ჩვენ, როგორ არის, ესე იგი ბოძებზე შემოხრეულია, შვაში არის ხეზე არის ნაჭერი, ჯერ ხეზე არის დახვეული, შემდეგ არის ბოძებზე. თუ ეს მას არ დავიცავთ სტანდარტებს, ჩვენ მივიღებთ სავალალო შედეგს. სასურველია აი ესეთი წორილი თოკით დამაგრება არ არის სასურველი. უნდა იყოს მსხვილი, როგორც წეღან გაჩვენებთ. აი ეს დარღვეულია სტანდარტებით. მაგრამ ეხლა გაჩვენებთ არასწორი მოქცევის შემთხვევაში რა დაემართება ხეებს. აი ერთი შედეგი აგერ არის. ეს ხე აუცილებლად გამოჩნდება. კარგად არის ყველაფერი, აი უნდა იყოს. ეგ შეშლიათ. ალბათ უყურადღებობის გამო ვერ დაამაგრეს სწორად. ნახე რა აქვს ხებს დამარხებული და ეხლა გაჩვენებ. აი გაუხეხია. თუ ეს კანი გაიხეხა და ჩავიდა მერქნამდე, ტყავი, ესე იგი ტყავი მოცილდა და ჩავიდა მერქნამდე, შეიძლება ჩვენ დავუყოთ ხე. აი მაგალითად, აი უკვე დარღვეულია და თუ ამას ყურადღება არ მიექცია, აი ეს კარი გააქანებს, გამოაქანებს და გაფუჭდება. ეხლა შევადაროთ ჩვენ ეს დაზიანებული ხეები ჯანსაღებს. აი როგორ არის განვითარებული. აი ფოთოლი. კი ალბათ დროზე მოусრეს მაინც ეს ხეები გადარჩება, დიდი ალბათობით გადარჩება. მაგრამ აი შეხედეთ ეხლა აი როგორ არის განვითარებული ეს თანატოლადი წლოვანებით ხეები. ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. როდესაც დავამაგრებთ, შემდეგ არ უნდა მივატოვოთ ხანდახან და გადავხედოთ ქარი შემოაცლის ჩვენ ჩარჭობილ ბოძებს და შემდეგ თოკი გახეხავს. აი ეს ელემენტარული რაღაცა რა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.